გამარჯობა ბავშვებო. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის მხიარულ სამყაროში. ბეგო, რატო გემართა? რატომ გაქვს ხელზე სალბუნი დაკრული? ამას გულისხმობ მეგიმასწავლებელო? ხო, ამას ქვია სალბუნი. სალბუნი. უნდა დავიმახსოვრო. ფუტკარმა მიკბინა, ფუტკარმა. ბეგო, შესაწყალო. ბეგო და ბეგი, რა მარცხიანები ხართ? თქვენ მე გულს გამიხედავთ. ამას წინათ ბეგის ზღარბმა გაუჭრა ხელი. ახლა შენ ფუტკარმა გიკბინა. კარგით რა, ძალიან გთხოვთ, ცოტა მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი მეგიმასწავლებელო, ამის შემდეგ გავითვალისწინებ. აუ, მეც უფრო ყურადღებით ვიქნები მეგიმას. კარგი, მითხარი ახლა როგორ გიკბინა ფუტკარმა? მეგიმასწავლებელო, კვირას მამიკომ ქალაქარეთ დასასვენებლად წაგვიყვანა. მერე? მერე აი სადაც გავშერდით, იქვე ახლოს სკები დავინახე, სკები. ები? დიახ, სკები. და გვერდით ადამიანები ფუსფუსებდნენ, მგონი თაფლს აგროვებდნენ. მერე ბეგო? მერე მეგიმასწავლებელო, იმის შემდეგ რაც თქვენ აი ფუტკარზე და აი თაბლზე აგვიხსენით, მოსვენება მქონდა დაკარგული, ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი სკას საკუთარი თვალით და აი ამ სკებისკენ გავიქეცი. მივდივარ. აი დედიკო და მამიკო რაღაცას მეძახდნენ, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. აი, როდესაც იმ სკებთან მივედი, რაც დამემართა, აი სახეზეა ყველაფერი. გასაგებია. ბეგო, სკის ირგვლივ ადამიანები როგორ იყვნენ ჩაცმულები? გავიხსენებ მეგიმასწავლებელო, ხელებზე ხელთათმანები ჰქონდათ და თავზე ჰქონდა ჩამოფარებული რაღაც დამცავი ბადე. ალბათ ხვდები ასე რატომ იყვნენ ჩაცმულები, ხო? მივხვდი, მაგრამ ცოტა გვიან მივხვდი ამას მეგიმასწავლებელო, იმიტომ რომ ფუტკარებს არ ეკბინა მათთვის. ასეა. ისე ფუტკრის ნაკმენი საკმაოდ მტკივნეული ყოფილა, ვაი. მართლა რა? და ბეგო, იტირე? რას ამბობ, ბეგი? ავიცი. კაცმა ტკივილი უნდა აიტანოს, რას ქვიაო, მიტირე, კარგი რა. ყოჩახ, ბეგო, ყოჩახ. ბეგო, ნაკბენი ხომ დაგიმუშავეს? კი, მეგიმასწავლებელო, რა თქმა უნდა, აი ხელი კარგად დამბანეს, შემდეგ აი ნესტარი ამომიღეს და აი ის ნაკმენი დაამუშავეს და მერე აი ის დააკრეს. რა ქვია შემოხსენეთ მეგიმასწავლებელო? სალბუნი, აი ხო, აი სალბუნი ეს რაც არის, ხო? ძალიან კარგი ბეგო. ისე მეგიმასწავლებელო, საინტერესოა. რა ბეგო? რა? თუ არსებობს ისეთი ცხოველი, რომელსაც ფუტკრის ნაკბენი ვერაფერს დააკლებს. ფუტკრის ნაკბენი? მე არ მგონია ბეგო, მგონი არ არსებობს. რავი, მეც ასე ვფიქრობ, ბეგი, მართალი ხარ მგონი. რატომ ბეგო და ბეგი? ასეთი ცხოველი არსებობს? საინტერესოა. და რომელი ცხოველია? ეს გახლავთ დათვი. რომლის სქელ ტყავსაც ფუტკრის ნაკბენი ვერაფერს აკლებს. საინტერესოა. და სხვათა შორის ბეგო და ბეგი, ის ჩვენი დღევანდელი გადაცემის მთავარი პერსონაჟი იქნება. საინტერესოა. ისიც. აბა? ბეგო, შეხედე ჩვენი ბომბორა დათვი რა მაგარი ყოფილა. ძალიან ბეგი ნახე, გამოჩნდა სურათი და დაბლა წარწერაც არის. დათვი, ანუ დღეს უნდა ვისწავლოთ ასობგერა დ. მართალი ხარ ბეგი? გეყოფა, ბეგო, გეყოფა. ერთი წუთით ბეგი უნდა გავიხსენო მაინც რა. ჩემი ხმოვნები, ვაიმე და კარგი, მართლაც საკმარისია ბეგო. მოდი ახლა მითხარით, რა იცით დათვების შესახებ? მე ვიტყვი მეგიმასწავლებელო. კარგი, აი, სალბუმიანი ხელი ავწიე, მე ვიტყვი. მეგიმასწავლებელო, დათვები არიან მტაცებელი ცხოველები, ბინადრობენ ტყეში, ცხოვრობენ ბუნაგში. ოჯახ? ძალიან უყვართ თაფლი და აი, ასეთ ხმებს გამოსცემენ ერთი წუთით. ოჯახ ბეგო. ახლა ჩემი ჯერია მეგიმასწავლებელო. დათვებს ძალიან პატარა ყურები და თვალები აქვთ. აი ყნოსვაკი არაჩვეულებრივი აქვთ. მართალია. მეგიმასწავლებელო, იცით ვინ გამოხსენდა? ვინ ბეგო? ზღარბი,
ჩვენი ზღარბი, აი რამდენიმე დღის წინ რომ ვისწავლეთ რა. ისიც ასეთია ხო ბეგი არა? კი, ნამდვილად ასეთია. ოჩახ ბეგო, ოჩახ ძალიან კარგი. იცით რა? მოდით დათვების შესახებ უფრო მეტი გავიგოთ. სიამოვნებით ბეგი მასწავლებელო. გისმენთ. მიუხედავად იმისა, რომ დათვი მტაცებელი ცხოველია, ის უპირატესობას ანიჭებს მცენარეებს. მაგალითად, სიამოვნებით მიირთმევს წაბლს, თხილს, სოკოს და თქვენ წარმოიდგინეთ, ბალახზეც არ ამბობს უარს. ბალახს? ბეგი, აუცნაურია. ბეგი, ზღარბს რომ შეხედავ, ისეთი გარეგნობა აქვს და უფრო მეტი მტაცებელი ყოფილა ვიდრე დათვი. ეს ჩვენი დათვი კიდე თუმე ისა ფხალები ყვარებია. კიდევ ბეგო და ბეგი, დათვი არაჩვეულებრივი მეთევზეა. ის საკმაოდ ადვილად იჭერს თევზს და სხვათა შორის ხეზე ცოცვა ძალიან კარგად გამოსდის. მართალია და კიდევ იცით მე რა ვიცი მე გიმასწავლებელო. დათვები უკანა თათებზე დგებიან და ასე ძალიან ადვილად გადაადგილდებიან. ყოჩა, ასეა ბეგი. მინდა ვახსენო, დათვსაც ზღარბის მსგავსად 5 თვიანი ძილიანობის პერიოდი ახასიათებს. და მე გიმასწავლებელო, სიცოცხლის შესანარჩუნებლად მასაც სჭირდება ცხიმი? საინტერესოა. შენ წარმოიდგინე, რომ მასაც სჭირდება ბეგი. სხვათა შორის, დათვს კანის ქვეშ საკმაოდ დიდი რაოდენობის ცხიმი უგროვდება, რაც მას ძილიანობის პერიოდის გადატანაში ეხმარება. ახლა სალმუმიანი ბეჰემოტის დროც დადგა, მე უნდა ვიკითხო მე აბა, გისმენთ ყურადღებით. დათვის ნაშიერს, ანუ შვილს რა ეწოდება? საინტერესოა. დათვის შვილს ქვია ბელი. დათვის ბელი და კიდევ ერთი კითხვა მაქვს. მე გიმასწავლებელო, მხოლოდ არ გეწყინოთ რა. მეწყინოს? ხო, თქვენ გითხარით, რომ დათვს ფუტკრის ნაკმენი ვერაფერს აკლებს, მაგრამ იცით, ფიქრობ და ვერ წარმომიდგენია დათვი უზარმაზარია და ნუ თუ ერთი წერტილიც არ აქვს, სადაც აი ფუტკრის ნაკმენი რაღაცას ცოტა მაინც დააკლებს. სუსტი წერტილი არ აქვს მე გიმასწავლებელო. ბეგო, რა ჭკვიანი ხარ? მშვენიერი კითხვა დასვი. დიახ. მინდა გითხრათ, რომ დათვს აქვს ასეთი სუსტი წერტილი. ვაი, რომელია მე გიმასწავლებელო? ეს გახლავთ ცხვირი. აი ასე ჩვენო ბომბორ არ ყოფილიყარ ბოლომდე დაცული ფუტკრის ნაკმენისგან. აი ასე. ცხვირი. და ისა მე გიმასწავლებელო, ახლა მე მაქვს ერთი კითხვა. აბა? იქნება აგვიხსნათ, აი რა განსხვავება თეთრსა და მურა დათვებს შორის? აუ რა კარგი კითხვა დასვა ყოველთვის ბეგი ყოჩო. მართლაც კარგი კითხვა. კი. თეთრი დათვები მურა დათვებისაგან განსხვავებით თოვლით და ყინულით დაფარულ ადგილებში ბინადრობენ. გასაგებია. და მე გიმასწავლებელო, იცით კიდევ რა მაინტერესებდა? აი, ესე იგი კანი თეთრი ფერის აქვს ხო ამ თეთრ დათვებს? არა ბეგო. აბა? მათ მხოლოდ ბეწვი აქვთ თეთრი ფერის, ხოლო მათი კანი მუქი შეფერილობისაა. რა საინტერესოა, გესმის ბეგი? კი მესმის. კიდევ მინდა იცოდეთ, რომ თეთრი დათვების ძირითადი საკვები არის თევზი და ზღვის ბინადრები. გასაგებია მე გიმასწავლებელო. გასაგებია. ბოლოს ბეგო და ბეგი, აუცილებლად უნდა დავამატო. საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე არიან გავრცელებული მურა დათვები. თუმცა გასაგებია. ბრაკონიერების გამო ისინი უკვე წითელ წიგნში არიან შეტანილნი. მე გიმასწავლებელო, ერთი წუთით, ბეგი. რა არის ბრაკონიერები, რა არის წითელი წიგნიცი? არა, არ ვიცი. აბა ვერ გაიხეთ. ვხვდები. ვინც ის მე გიმასწავლებელთან უფრო ახლოს? ვინ? მე? ხო და კითხე. ახლა მე ვკითხავ. ისა, მე გიმასწავლებელო, აი თუ შეგიძლიათ რომ აგვიხსნათ, რას ნიშნავს ბრაკონიერები და წითელი წიგნი? რა თქმა უნდა შემიძლია, სიამოვნებით აგიხსნით. მოდი ჯერ ბრაკონიერებით დავიწყოთ. დიახ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ნადირობენ ან თევზაობენ აკრძალულ ადგილებში. და სხვათა შორის შესაძლოა მათ ამ ნადირობისას აკრძალული საშუალებებიც გამოიყენონ. მე გიმასწავლებელო, ესე იგი ბრაკონიერები ცუდი ადამიანები ყოფილან რა. ძალიან ცუდები ყოფილან. და მე გიმასწავლებელო, წითელ წიგნზე რას გვეტყვით? საინტერესოა.
ახლა ვეკეტყვით. ეს გახლავთ სია, რომელშიც შეტანილია ის მცენარეები და ცხოველები, რომლებიც უკვე იშვიათად გვხვდება. ანუ გადაშენების პირას არიან მისულები. ანუ ჩვენი მურა დათვიც ამ წიგნშია შეტანილი? სამწუხაროდ ასეა ბეგი. აუ მეგიმასებელო რა საინტერესო სიტყვები ვისწავლეთ ეს არა ბეგი ბრაკონიერები ცუდი ადამიანები და წითელი წიგნი ბავშვებო გესმით აი ამ წითელ წიგნში ყველა ის ცხოველი და მცენარეა შეტანილი რომელსაც განსაკუთრებული გაფრთხილება სჭირდება. დიახ, გეთანხმები ბეგო. მართლები ხართ ბეგო და ბეგი. მოდი ახლა ჩახედეთ პლანშეტს და ვნახოთ როგორ იწერება ასობგერა დ. აბა, ყურადღებით დააკვირდით. ნახოთ. აი, ასე. აი ასე. მოდი კიდევ ერთხელ გაჩვენებთ. აბა გაჩვენეთ გორჩა. აბა, კარგად უყურეთ. აი. ასე. ბეგო, მამაზია საფკერა ყოფილა რა? ძალიან და ახლა გველოდება ანიმაცია დათვზე. აუ საინტერესოა როგორი ანიმაცია გველოდება. მე სიმღერა მაინტერესებს ძალიან. მაშინ ვნახოთ. ვნახოთ. ჩაგვირთეთ მეგიმასწავლებელო. აი, ჩავდე. უყვარს თაფლის ჭამა ძლიერ ფუტკრების კი ეშინია დაბაჯბაჯებს აქეთ იქით სცინავს როცა ზამთარია დათვი დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა დათვი ბომბორა ოჯახ ბეგო და ბეგი. ძალიან მაგარი ანიმაცია იყო და მეგიმასწავლებელო. სიმღერაც არაჩვეულებრივი. აუ დიდი მადლობა თქვენ ამისთვის მეგიმასწავლებელო და არაფრის. მოდით ახლა ასობგერა დს და უკვე ნასწავლი ასოების დახმარებით შევადგინოთ სიტყვები. რა სიტყვით? მე ვიქნები რა ბეგი მე ვიქნები რა პირველი რა კარგი ბეგო, იყავი. ახლავე აბა გისმენთ ბეგო. შევხედო ამ ასოებს შეხედე. ახლავე ესე იგი პირველი სიტყვა მანდარინი ოჯა, კარადა კარგია. და ბოლოს ფარდა შესანიშნავია და ბეგო. მანდარინი ფარდა ბეგო. დიახ შვიდობა გაქვს. ხუი ხო მართალია ტკბილო გრობელო რატო დამივიწყეს ათხა აუშვი, ნუ ეძახი, წავიდნენ. კარგი მაშინ წადი ტკბილო გრობელო თავი დაბანებე წადი, ღრუბელო, წადი. მეგიმასწავლებელო ხედავთ რომ მე თურმე არაფერ შუაში არ ვარ აი ეს მეუბნებოდა ხოლმე ამ სიტყვებს ტკბილ სიტყვებს და იმიტომ ვამბობდი ხოლმე ხედავ ბეგო, ხედავ. აბა ბეგი შენი ჯერია. დიახ. მე მოვიფიქრე შემდეგი სიტყვები. შადრევანი, დარი და ავდარი. ძალიან კარგი. აუ ერთი წუთით ბეგი რას ნიშნავს დარი და ავდარი ესე ძალიან კარგი ჟღერადობა აქვს ამ სიტყვებს დარი ავდარი გეტყვი ახლავე ბეგო. აბა დარი არის კარგი ამინდი, ხოლო ცუდ ამინდს ავდარს უწოდებენ. აუ მეგიმასწავლებელო მე ასე ხო იცით რომ ვერ დავიმახსოვრებ ახლა ჩემებურად ვიტყვი ამას ყველაფერს აბა ბეგო ისმენ? შენი იცი. აჰა როცა თბება მთა ბარი ასე დამიც ქვია დარი და როცა მზე არ არის ეწოდება ავდარი ოჯახ ბეგო. მართლაც შვენიერი ლექსი გამოგივიდა. მადლობა მეგიმასწავლებელო გული მიგწნობს რომ უკვე ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ასეა. ასეა ბეგო. აუ მაგრამ ბავშვებო ჩემო საყვარელო ჩემო ტკბილო ბავშვებო ხო ხედავთ რომ
ძალიან მალე ახალი და უფრო და უფრო მაგარი გადაცემებით გიბრუნდებით, ასე რომ არ მოიწყინოთ ჩემო კარგებო. ბეგო, უკვე მე-19 გადაცემა დასრულდა. აი, წარმოგიდგენია. და რამდენი ასობგერა? მე გასაგებს უკან. ვაიმე, რამდენი. ძალიან ბევრი. ბავშვებო, თქვენ არ დაგავიწყდეთ. აუცილებლად შეხვიდეთ საიტზე ცოდნაჯი, სადაც ირაკლის აწყობილი სულ ახალი თამაშები გელოდებათ. კარგად იყავით ბავშვებო. ნახვამდის ბავშვებო. მომავალ შეხვედრამდე ცოდნის მხიარულ სამყაროში. გვინდა ვიცოდეთ ბევრი რომ გადავცუროთ სხვა ჩვენ ვართ ბეკო და ბეგი წინ გველოდება გზა მაგარი აქსა გველოდება როგორ ამოდის მთვარე და სადეშვება მზე სადეშვება როცა იძინებს ღამე მაშინ იღვიძებს დღე სიმღერით ჩვენ აქ ვისწავლით სიმღერით მერე უნდა გავაფერადოთ ორას გავაფერადოთ მაგარია თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო რისთვის დაცურავს თევზი ზამთარში რატომ თოვს რატომ თავს ყრუბელი არის ზევით ჩვენგან ძალიან შორს ვაი ამაღლა არის მართლა ეს ყრუბელი კურდღელს აშინებს მგელი ვაი ზებრას ოლები აქვს მიწაზე ცოცავს გველი და ამოძრავებს თავს თამაშებს ნახავს ვინც ღილაკს და აჭერს ანიმაციებით გაგვართობს მაგარი ანიმაციებს ნახავთ თქვენთვის აქ იმდენი საჩუქარი გვაქვს ცოდნის მხიარული სამყარო ბეგი იმდენ რაღაცებს ვასწავლით ბავშვებს ძალიან ბევრ რაღაცას რა მაგარია ბეკო როგორ მიხარია